ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი კომიტეტის სტომა. გაიჟღერა ისეთმა საკითხმა, რომელიც მე მიმაჩნია მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ჩვენი ახალგაზრდობის, რომელიც გათფანტულია მსოფლიოში, მათი გარკვეულწილად შეკრების და ის რაც ითქვა, რომ შეიძლება საქართველოს გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ამასთან ერთად მე მიმაჩნია იმისათვის, რომ ეს ტექნოლოგიური ჰაბი გახდეს საქართველოში, როგორც სხვა მიმართულებებით, ახლა იკვეთება რაღაცები, ენერგეტიკული რაღაცა მონაცემების ბაზების და სხვა მრავალი. ამიტომ ტექნოლოგიური ჰაბებისთვის ალბათ გასაკეთებელი იქნება და რაც თორნიკემ ისაუბრა უკვე ნაწილობრივ, ეს არის ინფორმაციული უზრუნველყოფა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მე მიმაჩნია. მონაცემეთა ბაზის შექმნა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა აქაც რანგირებაა საჭირო, რომელია უფრო დღეს მისაღები, რომელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელი არის სამომავლოდ. შემდეგი შეიძლება იყოს აი ამ მიმართულებებში საგადასახადო სისტემის მორგება ამასთან. და მეოთხეს მე ვიტყოდი ამაში ეს არის განათლების სისტემის შემოbrunება. აი ამ მხრივ, რომელიც საერთოდ სხვა მხარე იყო ეს ბოლო 30 წელი არ იყურებოდა აი ამ მიმართულებით, რასაც ახალგაზრდები დღეს მათ შორის რომელიც შემოგვიერთდნენ ჩვენ სხვა ქვეყნიდან. და ითქვა რომ იმისათვის რომ ყველაფერს ამას ერთიანი ხედვა ჰქონდეს, კარგი იქნებოდა რომ ამ მიმართულებით სტრატეგია შემუშავდეს და ალბათ აი ეს ასოციაცია, რომელსაც თორნიკე და მისი გუდი ხელმძღვანელობს, კარგი იქნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც სტრატეგია დაიდოს, რომელიც იქნება მიმავალი გზები განათლების, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მედიცინის, ტურიზმის და სხვა ამ მხრივ ეს რაღაცაში უნდა მოექცეს ჩარჩოში და ეს ზუსტად ის არის, რასაც სტრატეგია ქვია ამ მიმართულებით. და აი აქ ალბათ შეგვიძლია რაღაცნაირად ვთხოვოთ შესაბამის სამინისტროს კომიტეტმა, რომ ეს სპეციალურად შეიძლება დაფინანსდეს, რომ ეს სტრატეგია შეიკრას და რომ ერთიანი ხედვა იყოს და აი ის უცხოელი და ის ჩვენი თანამოქალაქეებმა რომ ნახონ იმას შესაძლებლობა მიეცათ, აი ეს რა სტრატეგიით ვითარდება და ლაგდება ეს მიმართულება. მე ასე მიმაჩნია. მე თქვენს განსწავლობაში ახალ ტექნოლოგიებში ეჭვიც არ მეპარებოდა, თქვენ ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყავით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილად და სწრაფად ავიღეთ აყოს.